ქართველმა ქვიარებმა ფეხი გამოყვეს, ჩვენც აქ ვართ და იქნებ ვინმემ შეგვამჩნიოთ. მათ LGBT მიმბაძველობას და დაბიო გარყვნილებას კაციშვილმა ყურადღება რომ არ მიაქცია, გადაწყვიტეს ისეთი სიბინძურე და ქართული საზოგადოებისათვის შეურაცხმყოფელი მკრეხელობა გამოეგდოთ, რომელსაც გარანტირებულად მოხვებოდა მთელი ერის აღშფოთება. თუ ადამიანს დაკარგული აქვს ღირსება, ზნეობა, რწმენა და ზოგადად ადამიანობა, გარყვნილი პროვოკაციის მოფიქრებას არაფერი უნდა. საკმარისია ჰომოსექსუალური ან ტრანსგენდერული ბინძურის სტანდარტები რელიგიურ ღირებულებაში აურიო, საზოგადოების ყველაზე ფაქის რელიგიურ გზნობებს შეურაცხყოფა მიაყენო და პროვოკაციული შედეგი გარანტირებულია. ადამიანების გაბრაზება და აღშფოთება გარდაუვალია. შედეგად LGBT თემატიკა გააქტიურებულია და ყველა თუ არა ბევრი სწორედ და მუზნეო შიზოფრენიაზე საუბრობს. ზუსტად ეს პროვოკაცია გათამაშდა თბილისში სამეფო უბნის თეატრში. მამათმავლური გარყვნილების პროპაგანდირება და ბინძური ლექსიკის კორიანტელი, რელიგიური მკრეხელობა და ქართული საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებების რწმენის, ზნეობის და ეროვნულობის შეურაცხყოფა. ყველა ვიცით, რომ საქართველოში ისევე როგორც ყველგან გარყვნილი აზროვნების მქონე პერსონაჟები განსაკუთრებით სახელოვნებო წრეებში საკმაოდ ბევრნი არიან. კულტურის სფერო ტრადიციულად ყველაზე კარგი თავშესაფარია ეგრეთ წოდებული ფერადებისთვის და ვითომ განსხვავებულებისათვის. აქ ყველაფერი გაცილებით მარტივად იფუთება ისეთ მაღალფარდოვან და კეთილშობილურ სიტყვებში, როგორიცაა თავისუფლება, სიყვარული, შემოქმედება და ასე შემდეგ. აი მაგალითად ვინმე დათა თავაძე, რომელიც საკუთარ თავს რეჟისორს უწოდებს, დარწმუნებულია, რომ მის მიერ სამეფო თეატრში დადგმული ჰომოსექსუალური ორგია მაღალი ხელოვნება, რომელიც სექსუალური უმცირესობების თავისუფლებისაკენ და თანასწორობისკენ სწრაფვას ღაღადებს. მის LGBT ეგრეთ წოდებულ სპექტაკლს შემთხვევით კი არ ქვია ლიბერტე, თავისუფლება. ვინ სოციალურ ქსელში ნახა ეს ფსევდოხელოვნება, კი მიხვდებოდა, რომელ თავისუფლებაზეა საუბარი. უფრო ზუსტად რის თავისუფლებაზე. ცისარტყელას დროშაში შეფუთულ ქვიარებს გონიათ, რომ თავისუფლება განუკითხაობაა, რომ თავისუფლება ზნეობისგან, მორალისგან, რწმენისგან და ეროვნული იდენტობისგან თავისუფლებას ნიშნავს. ანუ ამათი წარმოდგენით ყველაზე თავისუფალი ადამიანი მანქურთია. ყველანაირი ფასეულობისაგან სტერილური ისტორიული მახსოვრობა წაშლილი არსება. ესე იგი, რაც უფრო მეტია სიბინძურე, სიშლეგე, გარყვნილება, ბილდსიტყვეობა, ღვთისგმობა, საკუთარი ქვეყნის შეურაცხყოფა, მით მეტია თავისუფლება. ბუნებრივია, არავითარი თავისუფლება აქ არაა. სინამდვილეში ესაა შეგნებული და მიზანმიმართული მცდელობა, რაც შეიძლება მძიმე შეურაცხყოფა მიაყენონ ყველა იმ ფუნდამენტურ მდგენელს, რომელზეც დგას ქართული ცნობიერება. ეს დაბიო გარყვნილება არის ჩვენი ადგილობრივი ჰომოსექსუალების, ლესბოსელებისა და ტრანსგენდერების ერთგვარი შურისძიება ქართველ ერზე, რომელმაც არ აირჩია ფსევდო-ლიბერასტული იდეოლოგია და დარჩა ტრადიციული ოჯახური ღირებულებების ერთგული. ვიღაც საჯდომ მოშიშვლებული მამრი იმდენ შეურაცხყოფელ და ბილდ სიტყვას ამბობს ერთ წუთში, რომ ყველასათვის ნათელია ამ ვითომ სპექტაკლს არაფერი აქვს საერთო ქართულ თეატრთან, შემოქმედებასთან და მით უმეტეს კულტურასთან. ამ გარყვნილი პერფორმანსის დანიშნულება რაც შეიძლება მეტი გულისამრევი სიბინძურით გაამწაროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი და გამოიწვიოს ძლიერი უარყოფითი ემოცია ტრადიციულ და კონსერვატიულ ქართულ საზოგადოებაში. გაბრაზება ბუნებრივად იწვევს პროტესტს, პროტესტი ხმაურს, ხმაური კი ამ გარყვნილებისათვის შესანიშნავი რეკლამაა. როდესაც ხელოვნება და კულტურა საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს უპირისპირდება, დგება ის მომენტი, როდესაც ისინი კარგავენ თავიანთ საღმიზანს და იქცევიან იდეოლოგიურ იარაღად. იარაღად, რომელიც გამიზნულად აჩენს მავნე, გარყვნილ და ხშირად მკრეხელურ შრეებს, როგორც პროგრესის ნიღბით შენიღბულ ნორმებს. ასეთ პირობებში ხელოვნება აღარ არის ჭეშმარიტების, სილამაზისა და სიწმინდის მსახური. იგი გარდაიქმნება მძლავრ იდეოლოგიურ მექანიზმად, რომელიც მიზანს მიმართულად ანგრევს საზოგადოებრივ წყობას, რწმენასა და ზნეობრივ საფუძვლებს. ამგვარი კულტურული გამოხტომები თავისუფალი გამოხატვის ფარგლებს სცილდებიან და გადადიან ღირებულებათა ომის ტერიტორიაზე. ომში, სადაც სამიზნეში რწმენა, ზნეობა და ერის სულიერი საფუძველია ამოღებული. დღევანდელ ეპოქაში, სადაც ტრადიციული ფასეულობები თანდათანობით კულტურული ექსპერიმენტის ქვეშ ექცევა და ისტორიულად გამყარებული ზღვარი ირღვევა, ხელოვნება ხშირად გვევლინება
არა როგორც სულიერი ამაღლების საშუალება, არამედ როგორც იდეოლოგიური შეტევის ფორმა. შეტევის, რომელიც მიმართულია რელიგიის, მორალისა და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის წინააღმდეგ. ბოლო წლებში LGBT თემატიკა, რომელიც დასავლურ სამყაროში უკვე იქცა ნეოლიბერალური დღის წესრიგის მთავარ სიმბოლოდ, საქართველოში ძალადობით და ფსევდოხელოვნების სახით ცდილობს საზოგადოების ცნობიერებაში გამაგრებას. ხშირად ეს ვითარება სწორედ იმ სიღრმისეულ და ქვეცნობიერ დონეზე მიმდინარეობს, სადაც აუდიტორიას ხელოვნების სახელით აწვდიან მესიჯებს, რომლებიც მიზნად ისახავს ზნეობრივი კოდების დაშლას, ეროვნული იდენტობის განდევნას და ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის ნგრევას. LGBT პროპაგანდა თანამედროვე ქართული კულტურის ნაწილად უკვე აღარ გამოდგება როგორც ერთეული გამოხტომა. ის გადაქცეულია სისტემურ მიზანმიმართულ კამპანიად, რომელიც ცდილობს საზოგადოებრივი მორალის ახალ ნორმებზე გადაპროგრამებას. ეს პროპაგანდა თავს იჩენს თეატრში, ლიტერატურაში, კინოში, მედიაში და განსაკუთრებით იმ გარემოში, სადაც ახალგაზრდებს და მოზარდებს აქვთ წდომა და ისინი ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ამის ნათელი მაგალითია თეატრალური წარმოდგენები, სადაც რელიგიური ნორმები დამახინჯებულად და მკრეხელური ფორმით გადმოიცემა, სადაც მორალური ნორმები მიზანმიმართულად ილახება, ხოლო ანტიგმირები სოციუმისთვის ახალ მისაბაძ მაგალითებად გვევლინებიან. ამ კრიზისული პროცესის მკაფიო მაგალითია რეჟისორ დათა თავაძის სპექტაკლი ლიბერტე, რომლის აუდიო და ვიდეო ფრაგმენტები უცენზურო გამონათქვამებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფითა და LGBT პროპაგანდით სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა და საზოგადოების მწვავე რეაქცია გამოიწვია. ეს არ არის უბრალოდ თეატრალური ექსპერიმენტი ან ავტორის შემოქმედებითი პოზიცია. ეს არის ღიად და მიზანმიმართულად განხორციელებული იდეოლოგიური შეტევა იმ ფასეულობებზე, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ქართული ერის სულიერი ბირთვი ეჭირა. სცენაზე გამოტანილი იყო არა დიალოგი ან საზოგადოებრივი პრობლემის ანალიზი, არამედ რელიგიური რწმენის დისკრედიტაცია, ეროვნული იდენტობის დევნა და ზნეობრივი ჩარჩოების მიზანმიმართული მოშლა. თქვენი ღმერთი ვინაც თურმე უიტყვით დავარს საურქმედებენ ზეციური ცეცხლის ჯიდა თურმე ისე დამდა რომლის საქმე არ აქვს იმაზე იდარდოს სად ხოლმე მამაკაცები თავიანთ ასოს არა შემოგეთქო არავით არის ღმერთი არ არსებობს ამერტო სამებით მოწამებით Satisfăcut că ai cheltuit la promovare bijuterie, ce nu s-a de mancha, de nu se de angelici de. Ma trahinovi. Carriera se murió ahí con mis hijos. დათა თავაძის სპექტაკლი ლიბერტე, რომლის პრემიერაც 2024 წლის 30 ოქტომბერს სამეფო უბნის თეატრში გაიმართა, სცენაზე ვითომ თანამედროვე ადამიანის პირად სოციალურ და იდენტობის კრიზისს გადმოსცემს. თუმცა ეს ეგრეთ წოდებული ძიების ფორმა და მხატვრული ენა ხშირად სცილდება ესთეტიკის ზღვარს და იძენს იდეოლოგიური აქტის სახეს. მოქმედება სცენაზე ისე ვითარდება, რომ თავად მაყურებელიც გაურკვევლობაშია, სად მთავრდება თამაში და სად იწყება რეალური პოზიცია. ტექსტი ეხება ისეთ თემებს, როგორებიცაა სექსუალური იდენტობის, საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულების და თვითგამოხატვის კონფლიქტი, მეხსიერების წარსულის ტრამვებისა და რელიგიური მემკვიდრეობის პრობლემატიკა, სახელმწიფოსა და ინდივიდის ურთიერთობა ძალაუფლების ჩარჩოები და სამოქალაქო წინააღმდეგობის ფორმები. თუმცა სწორედ აქ ჩნდება ის კრიტიკული ზღვარი, სადაც სპექტაკლი შემოქმედებით საზღვრებს ცდება და მკაფიო იდეოლოგიურ დატვირთვას იძენს. რელიგიური ფასეულობების პაროდიულად გამოყენება, უცენზურო მეტყველება, ნახევრად შიშველი მსახიობები, LGBT პროპაგანდა და გმირებად გამოყვანილი მარგინალური პერსონაჟები. ყველა ეს ელემენტი აშკარად მიუთითებს, რომ ლიბერტე არ არის მხოლოდ თეატრალური ძიება. ის არის კულტურულ-პოლიტიკური მანიფესტი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველების ტრადიციულ განმარტებებს. სამეფო უბნის თეატრის აფიშის მიხედვით ნატუკა კახიძის, მაგდა ლებანიძის, სანდრო სამხარაძის
ხვარაძისა და გაგა შიშინაშვილის მონაწილეობით დადგმა 140 წუთი გრძელდება. და მე დიდი ვარცხის მოლოდინში დიდ სიტყვებს მნიშვნელობების შემცვალეთ და რესტორდებს ეგზოტიკური სახელები დაარქვი. თქვი ეს სიბნელეა, თქვი ეს დილსება, თქვი ეს გალატია, ეს სიწმინდე, თქვი ბიოლოგიური სქესისთვის შეუფერებელი ქმედება და თქვი ნორმალიზების პოლიტიკა. ფსევით ნელთბილი. ფსევით ნელთბილი პოლიტიკები როგორც ერთგულით. ფსევით ნელთბილი მშვიდობაა, ფსევით ნელთბილი გამოხატვის თავისუფლება, ფსევით ნელთბილი ოჯახური ღირებულებებია. და ფსევით ნელთბილი მამებისა და ფსევით ნელთბილი დედების უთანასწორო კავშირია. უწმინდური კავშირი ეკლესიის სარების თანხლებით, მანქანის სიგნალებითა და ფეიერვერკებით რომ გაუწევენ ისეთი მეთქები კავშირის დაბადების შესახებ, ოჯახის სიწმინდის დღეები და მოწმეები, ბავშვთა სქესის გაგების ზეიმები და მეჯვარეებთან ხმაური უჭირდება გასამყარებლად. მართალია საქართველოში კანონით LGBT პროპაგანდის გავრცელება და საზოგადოებრივი ზნეობრივი ფუნდამენტის შერყევა აკრძალულია, თუმცა ეს იდეოლოგიური დაჯგუფებები გზას პოულობენ მის გვერდისავლით მოქმედებისთვის. ხშირად ხელოვნების, კულტურისა და თავისუფალი თვითგამოხატვის სახელით ისინი მიზანმიმართულად იყენებენ თეატრს, ლიტერატურას, ვიზუალურ ხელოვნებას და საგანმანათლებლო სივრცეს, რათა ფარულად გაავრცელონ იმ ფასეულობათა სისტემა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს სარწმუნოებრივ მრწამს. ოჯახზე დამყარებულ ზნეობრივ წესრიგსა და ეროვნული იდენტობის ფესვებს. Მთლიანად იგივე ნარატივებია, ასე ვთქვათ, მთლიანად იგივე აზრებია, იგივე იდეებია ამ სპექტაკლში, რომელიც პირადად მე მინდოდა რომ ხალხს გაეგო. დღეს მართლა მაყურებელთან ერთად როცა უყურებდი, განცდა მქონდა რომ ვიმე რაღაცნაირად პრობლემა ხომ არ არის რომ ყველაფერი მნიშვნელოვანია, ხო იცი, აი რაღაცა პროპაგანდის ეს ფორმა იმითაც არის სახიფათო, რომ ის შემოდის შეფუთულად, მეტაფორებით, სცენურ ექსპერიმენტებად, პერსონაჟებით, ეგრეთ წოდებული ქვიარ მემკვიდრეობით, რომლებიც თითქოს მხოლოდ ადამიანის შინაგან ტრაგედიებს გვიზიარებენ, მაგრამ სინამდვილეში მტკივნეულად აზიანებენ ტრადიციულ წარმოდგენას სიკეთესა და ბოროტებაზე, ნორმასა და გარყვნაზე, წმენასა და დაცინვაზე. ამის ნათელი მაგალითი იყო ცოტა ხნის წინ დაანონსებული თბილისის ქვიარ ტურიც, ერთგვარი პსევდოკულტურული ინიციატივა, რომელიც თითქოს საზოგადოებისთვის ქალაქის ქვიარ მემკვიდრეობის გაცნობას ლამობდა. ეგრეთ წოდებული ფერადი ორგანიზაციის თბილისი პრაიდის ინიციატივა, რომელიც ერთი შეხედვით კულტურულ ისტორიულ სეირნობად იყო შეფუთული, მაგრამ თავის არსში წარმოადგენდა ღიად იდეოლოგიურ აქტს. ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის ლეგიტიმაციისკენ მიმართულ მცდელობას. აღნიშნული ტური პრეზენტირდებოდა როგორც კულტურული მრავალფეროვნების ნაწილი, თუმცა სინამდვილეში იგი მიზნად ისახავდა ეგრეთ წოდებული ქვიარ იდენტობის ისტორიული ნარატივის თავსმოხვევას და მისი ფესვების ძალადობრივად გადანაწილებას ეროვნული მემკვიდრეობის სივრცეში. ეს ვითომ თავისუფლებას ამოფარებული სპექტაკლიც სახელწოდებით ლიბერტე უკვე აღარ არის უბრალოდ თეატრალური ნამუშევარი. იგი იქცა სიმბოლოდ იმ ღრმა კულტურული ბრძოლისა, რომელიც მიმდინარეობს ტრადიციულ და ეგრეთ წოდებულ პროგრესულ ძალებს შორის. და ეს ბრძოლა მხოლოდ ესთეტიკური არ არის, ესაა ბრძოლა მომავლის სულისთვის. ჩვენ საზოგადოებაში სიწმინდის ადგილისთვის და იმ კითხვისთვის, თუ ვინ ვართ ჩვენ როგორც ერი, როდესაც ჩვენი ტაძრები სცენად გადაიქცევა და სცენა იდეოლოგიურ პოლიგონად. თავის სამართლებელი მთავარი არგუმენტი, რომელიც ამ ჰომოსექსუალური პერფორმანსის ავტორებმა საზოგადოების აღშფოთებას დაუპირისპირეს, არის ის, რომ თურმე 18 წლამდე პირების სპექტაკლზე დასწრება აკრძალული ყოფილა. ანუ 18 წლის ზევით როგორც ჩანს გარყვნილება ნორმა და ბუნებრივი მოვლენა ხდება. ეკი არა, ზოგიერთმა ჭკუის კოლოფმა თავაძის ნაცოდვილარი მიქელანჯელოს დავითსაც კი შეადარა. აქაუდა იმასაც მამაკაცის ორგანო უჩანსო. ხვდებით ხო? სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ლიბერასულმა შიზოფრენიამ. კვირაში 4 ჯერ ყოველ საღამოს 10 საათზე ყურადღებით დააკვირდით ლიბერალიზმის ანატომიას. თავარია დაიჯერო, რომ გარყვნილება ათავისუფლებს და შუბლის ძარღვი უკვე თავისით წყდება. დროებით.